რავა გეკადრებათ მეგობრებო, არ არის ეს რუსეთი, ეს საქართველოა, არ არის ეს ბელარუსი, ეს საქართველოა, არ არის ეს პუტინის თუ ლუკაშენკოს ქვეყანა, ეს ბიზნესტანია, ეს ბიზნეს მიერ შექმნილი ქვეყანაა, ცოტა ღიმილი კი დამკრავს, მაგრამ მაინც რატომ არის ეს ბიზნეს საქართველო, რუსეთი არა, ბელარუსი არა, კლავ მეორე აღმოსავლეთ კი არა, სამხრეთ, ანუ კავკასიის ბელარუსი მეთქი ასე ვიტყვიან, კავკასიის რუსეთი მეთქი, რუსეთს აკეთებს ბიზნე ივანიშვილი ცხადია, ბევრი თვალსაჩინოება გვაქვს ამის, ადამიანებს მართლა რაღაც 100,000 ლარი აქვს ჯარიმა გადასახდელი, კანონზე იღებენ, უკანონო კანონზე იღებენ, მარწუხებს უჭერენ, რაღაცა და ასთავარია საზოგადოება დასცილის, არა, დიქტატურა არ გაფორმებულა საქართველოში, თლად გულახდილები თუ ვიქნებით, იმიტომ რომ დიქტატურა რომ გაფორმდეს, მაშინ თითოეული ჩვენგანი ყველა, აი ვინც ეხა მე მისმენთ, რაღაც გარკვეული ჯარიმები უნდა გაკისროთ, ან ბევრი თქვენგანი უნდა მოხვდეს საპატიმროში. უფრო მძიმე არის ის, რომ დიქტატურის დამყარების პროცესში ვარ, რო არ გაუვა, ეს გასაგებია, მაშინ დიქტატურა რო დაამყაროს, მაგალითად, როგორც თენგუაბლუთიამ დაწერა ჩემმა მეგობარმა ნინო ქათამაძე და ნიაზ დიასამიძე უნდა იყვნენ საპატიმროში, აჩიკო გულედანი უნდა იყოს საპატიმროში, ჯვარიგზერიათ მეგობრებო და ასე ყველა უნდა იყოს გაჩუმებული, აბსოლუტურად ყველა უნდა იყოს დაშინებული, გაჩუმებული, მიმალული, ჩამალული და ასე შემდეგ, აღარაფერი აღარ უნდა არსებობდეს ბელარუსი მართლა რომ გაფორმდეს ჩვენთან, ჩვენს ქვეყანაში ბიზნესტანში, მაგრამ ბიზნესტანი კი არის ნამდვილად ბიზნესა ამ დიქტატურის დამყარების გზაზეა, რო არ გამოუვა ეს ცხადია, მაგრამ მაინც ახლა რატომ მეცინება გელაგულახდილად გეტყვით მე სულ სხვა გაცილებით მნიშვნელოვან არა ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე უნდა ჩამეწერა ჩემი საღამოს ვიდეო ბლოგი და აი რაღაცა რისერჩი დავიწყე ესეა თუ არა ნამდვილად თქვა თუ რა ტუსკმა ის რაც გავრცელდა გადავამოწმე რაღაცა და უცებ აი მთელი დღის დაღლილს დაკანსულს ხო დამხვდა ამგვარი ინფორმაცია ხვალ სასამართლოში დაიბარეს ნანუკა ჟორჟოლი ჩემი მეგობრები უმრავლესობა ყოველ შემთხვევაში ჩემი მეგობარია ნამდვილად ნანუკა ჟორჟოლიანი ვიკა ბუკია ანა სუბელიანი ბოდიში ანა სუბელიანი კონკრეტულად ეს ნაზირალა არაქალიო და უცერია ნინო წილოსანძე და ამ უკანასკნელს უჩივია ხო ქართული ოცნება შსს-ში მიჩივის სავარაუდოდ რადგან რუსთავი 2 და იმედი ჩემი სტატუსების სკრინებს აფრიალებენ წერს ვახო ჩემი მეგობარი სანაია პაპუაშვილი და წულუკიანი ნაწყენები ყოფილა რა თქვენ პატრონს უბედურს აჰა კიდევ ერთი ხელ დასკრინდეთ თქვენ მონებო და უწერია ვახოს და ასე შემდეგ და ეხლა გეტყვით სრულ სიას უფრო სწორად სრულიც არ არის ეს სია მოცემულ ეტაპზე ვინც არის ნამდვილად დაბარებული და შეიძლება ეს სია გაიზარდოს და გაფართოვდეს რა ვიცი ღმერთმა უწყის ვის არ დაუძახია უწოდებია თუ ნინო წილოსანისთვის თუ მარიამ ლაჩხისთვის და თუ სხვებისთვის მონა ან რა ვიცი ნაზირალა ან ასე შემდეგ ეს სია არის ამგვარი და მე ჩერგოთით შევამცებ იმიტომ რომ ჩერგო არ არის ამ სიაში ნანუკას მიერ გამოქვეყნებულში მაგრამ ჩერგოსაც სტატუსაც გაჩვენებთ სია განახლდა მეგობრებო წერს ნანუკა ჩემი მეგობარი ვახოსანაია მე ანუ ნანუკა ჟორჟოლიანი მარიამ გეგუჩაძე ვიკა ბუკი ანა სუბელიანი ეკამიშველაძე ამ უკანასკნელს ხოთაშორის არც დაურეკეს და SMS-იც არ გაუგზავნეს რამდენადაც ვიცი სასამართლოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული ის რომ ეკამიშველაძეა დაბარებული ელენე ხოშტარია ალეკო ელისაშვილი ბაია პატარაია გიორგი ქადაგიძე დეა მამისეიშვილი შესანიშნავი რაღაც 10-ეულია თუ 12-ეულია და კარგია აი საპატიოა ამათთან ერთად ყოფნა და ჩერგოს მიამატეს ეხლა დავხედოთ ჩერგოს სტატუსს თამარა ჩერგოლიშვილი უღურეთ ეს ფედერალისტების ერთ-ერთ ლიდერს ტაბულა ავრცელებს ჩერგოლიიშვილს ხვალ სასამართლოში იბარებენ სოციალურ ქსელში მდინარაძისა და წულუკიანის შეურაცხყოფის მიზეზით ჩერგოლიიშვილი არ აპირებს სასამართლოში გამოცხადებას ოფიციალური საბუთის წარდგენამდე სადაც განმარტებული იქნება დაბარების ოფიციალური მიზეზი ის მიიჩნევს რომ ტელეფონით შეუძლებელია იდენტიფიცირება ნამდვილად ოფიციალური პირი რეკავს თუ რომელიმე პრანკერი, ну, sorry, რაღაცა ლოგიკაა, რაღაცა კი, ну, საკმაოდ კარგი ლოგიკაა რა. გთავაზობთ ვიდეოს, სადაც ჩერგოლიიშვილს შვილის ნომერზე ურეკავეთ.
ბოდიში ანუ საუბარია შინაგან საქმეთა სამინისტროს შემოაქვს რომ წულუკიანის და მდინარაძის დაიცვას ჩემგან შეურაცხყოფისგან სოციალური ქსელით. ვაი მე თქვენ რა მაგრად ხართ. ხო სადგაფრინდებიან და ვერ გაფრინდებიან ნამდვილად მე ვეთახმები ჩერგოლიიშვილს. ეხლა თითოეულ ბადგანის გვერდზე რო აი მასე სოციალური მედიის გვერდზე რო არ შევიდე, ახოს ჩავხედოთ ერთი წამით, ახოსანაია ხაზზეც არის, პრივეტ ვახო. ხო, მიჩივისო ამას წერს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოგეთ არა აქ ამას მნიშვნელობა. მოკლედ, ჩემო მეგობრებო, რა ხდება ახლა? ესენი არიან ძალიან ცუდ მდგომარეობაში და მათ გონიათ, კარა რა ასეც არის. მათ ხო ესენი ილახებიან მოკლედ იმის გამო, რომ ვიღაცა მონას დაუძახებს, ვიღაცა მონის მონას, ვიღაცა ძონძის კუკლაც მე არ დამიძახიოს ხოდაშვის ეს უკანასკნელი ნამდვილად და ასე შემდეგ და ვიღა და ესენი არიან შელახშეწუხებულები, ჩვენო მონები არა ვართ, აბა ვინახართ. ბიზინა ივანიშვილის მონებიც ახარ პირდაპირ გეუბნებით. ესეც სოციალურ ქსელებს ხოშვის YouTube მე იმ რაღაც კომანდაში მოხვედრას მინდა. ისა ბიზინა ივანიშვილის მონებიც ახართ. ცალკე ხართ რუსეთის მონები, ერთმანეთის მონები და მონის მონები და მონის მონები ან ძონძის კუკლებიო ვიღაცა წერს ხოლმე მათზე და არც ქართული საზოგადოება არ დაასრულებს ამგვარი ეპითეტებით თქვენს შემკობას არასოდეს ბარემ ეხა წარბი რომ შევჭბუხნო და ასე რომ გითხრათ რატომ არ დაასრულებს იმიტომ რომ ვისა გურამიშვილი გიპასუხოთ ავს თუ ავი არ ვუწოდო კარგ სახელად რა დავარქო ხო ანუ რა უნდა დავარქვათ ახლა სტატუსის გამოვაქვეყნე ამგვარი და წავიკითხავ ბარემ პატარა მონას მონა არ ვუწოდო ლაშხ სახელად რა დავარქო კითხვის ნიშანი Deep State-ის მაჩხალაო წერს ბენჯამინ ნაზყიდაშვილი რუსიო წერს რუსუდან შიხაშვილი და ასე შემდეგ მოკლედ მეგობრებო არის ესეთი ამბავი და ეხლა მე კითხავ მაქვს ამგვარი არ დგავართ ბელარუსის გზაზე არ ვართ ჩვენ არ ქმნის ბიზინა ივანიშვილი კავკასიის ბელარუს კავკასიის რუსეთს დიახ ქმნის სულ არ კონდეს იმგვარი საგარეო ორიენტაცია ქვეყანას აღებული როგორი ორიენტაციაც აიღო ამ ბანდა ხელისუფლებამ ხო ამ ტიპებმა რომლებიც აქ კრიმინალურ ავტორიტეტებს ეყრდნობიან ყველაფერთან ერთად და ბანდების თარეში დაიწყება მათი ბანდების მათი ტიტუშკა ბანდების თარეში დაიწყება არ სუშორეულ მომავალში თუ ესენი დარჩნენ ხელისუფლებაში და იქნება სრული ქაოსი ანუ სრული დესუვერენიზაცია რისკენაც მიხავს აბსოლუტურად შეგნებულად ბიზინა ივანიშვილის ქვეყანა იმისთვის რომ პირველი თავისი ერთი ადგილი გადაარჩინოს და მეორე თავისი ქონება გადაარჩინოს და მესამე თავისი ის ქონება გადაარჩინოს რომელზეც თავად განთავსებულია ერთი ადგილი აი ასე გეტყვით მძიმედ ხო სურო საგარეო ორიენტაცია არ იყოს ისეთი მძიმე როგორიც არის შიგნით იმგვარობებს აკეთებს ბიზინა ივანიშვილი რომ წარმოუდგენელია ამგვარი ქვეყანა იყოს ევროატლანტიკური ან ევროპული სივრცის ნაწილი მეორე ბლოკს ხოდაშორის ამაზე ჩავწერ სწორედ ამ უკანასკნელ თემაზე მაგრამ მაინც აქედან გამომდინარე პატიოსანი მოქალაქის ვალია თანამედროვეობის ვალია წარსულის ისტორიის და ვალია მომავლის წინაშე რომ ყველაფერი ზუსტი სახელდებით ვთქვათ და იქნება რეპრესიები იქნება ადმინისტრაციული ჯარიმები აგებარია ლაშხის ერთი საჩივრის გამო თორბეი დღით დააპატიმრეს ახალგაზრდა ადამიანები, ქალბატონები, გოგონები ესე ვიტყვით, წარმოიდგინეთ დეპუტატი მარიამ ლაშხის საჩივრის და გამო თორბეი თუ მეტი დღით დააპატიმრეს პირები, რომლებმაც მას მარიამ ლაშხს და მის თანხლებ პირებს სწორედაც რომ მონა უწოდეს, მაგრამ ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ და აი ამ 10 წუთიანი დაახლოებით ვიდეო ბლოგის მიწურულს მე უნდა გთხოვოთ თქვენ. დიახ, გთხოვოთ, აბა სხვა ზმნას მე ვერ მოვიფიქრებ ახლა. შეუძლებელია დაიჭერენ 10 კაცს ან დააჯარიმებენ 12 კაცს მაგრამ წარმოუდგენელი და შეუძლებელია რომ დაიჭირონ და დააჯარიმონ 120 კაცი 1200 კაცი 12000 კაცი ან 100000 კაცი მე მინდა გთხოვოთ რომ და მარიამ ლაშხი უბრალოდ ხელი დაეღლება კი არა მართლა მობეზრდება საჩივრების წერა თუ მარიამ ლაშხს და თუ ნინო იაწილოსანს და თუ მამუკამ დინარაძეს და თუ მამუკამ დინარაძეს შარვალში და თუ ნინო წილოსანს იუბკაში თუ პირიქით ხო ყველას მობეზრდება ასე გეტყვით ამ საჯიმიტრო აზრს დაკარგავს თითოეულმა თქვენგანმა აი ახლა შეძლების დაგვარად სტატუსის ამ ვიდეოს ქვეშ კომენტარად ან თქვენ სტატუსებში Facebook სტატუსებში დაწერეთ
მონა არის მარიამ ლაშხი ამას გავაკეთებ აქვე ვამბობ რომ რუსეთის მონა და ბიძინა ივანიშვილის მონა არის ყველაზე ვიტყვით უგებავთ 99-ვე დეპუტატი აი ეს სახელებით ნუ ჩამომაყობ და რაღაცა ჩამომაყოლებინებთ და რაღაცა ეს პირები არიან საჩივრების ავტორები ჩემი მეგობრების წინააღმდეგ კონკრეტულადაც ვიტყვი მარიამ ლაშხი რქვია ის ნინო იაწილოსანი მამუკა მდინარაძე თეა წულუკიანი სხვები და სხვები და სხვები იჩივლეთ მეც არ მივალ სასამართლოში ეგ რა მაგის პასუხია მართლა ვაშაყირებენ ის ტიპები არ იყვნენ დამრეკავები თუ ამ ფორმით დაიბარ თუ წერილი მოვა ბუნებრივია მივალ და ბევრს ვიცინებ თქვენ ძვირფასო მაყურებელო მოგიწოდებთ რომ ვიყოთ ბევრი სოლიდარულნი ერთმანეთის მიმართ და ეს რეჟიმი გადავტეხოთ წინააღმდეგ შემთხვევაში აქ ქუჩებში ირბიან სწორედ მარიამ ლაშხისა და ნინო წილოსანის მიერ მოქოქილი სიკვდილის და სადამსჯელო ბრიგადები რომლებიც პატიოსან და პატრიოტ მოქალაქეებს დასჯიან ან ეცდებიან რომ დასაჯონ იმის გამო რომ ეს პატიოსანი და პატრიოტი მოქალაქეები ბიძინა ივანიშვილს ეწინააღმდეგებიან ესენი კი არა მარტო ანუ მდინარაძე ლაშხი სხვები და სხვები ხო უშუალოდ ბიძინა ივანიშვილი არის მონა მეცაც გეტყვით ბიძინა ივანიშვილი არის სერგო ორჯონიკიძე თანამედროვე სერგო ორჯონიკიძე და თავი ასწიეთ ქართველებო თუ ამგვარად პრინციპულები ვიქნებით ჩვენ ვერც თანამედროვე სერგო ორჯონიკიძე ვერ დაგვაკლებს ვერაფერს ანუ ფეხებსაც კი ვერ მოგჭამს ნახვამდის